შეპესე მეტალ ინვესტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ დღეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში მოსარჩელე შეპესე მეტალ ინვესტის სარჩელის არსებითი განხილვა დაიწყო. დავის საგანს მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-4 პუნქტი წარმოადგენს. მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით მეწარმეს, რომელსაც კომპანიასთან ხელშეკრულება აქვს დადებული, 18 თვის განმავლობაში რაიმე სახის პრეტენზიის გამოთქმა ეზღუდება. მაგალითად, კომპანიის დირექტორს შეუძლია ისე გაასხვისოს ობიექტი, რომ მეწარმეს ამის შესახებ არ აცნობს. მოსარჩელე მხარე სწორედ ამ შეზღუდვის, ანუ მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-4 პუნქტის არაკონსტიტუციურად ცნობას მოითხოვს. საქმის არსებითი განხილვა დღეს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ დაიწყო. შემთხვევაში თუ მეწარმეს სუბიექტს ყავს წარმომადგენელი, მაგალითად დირექტორი და მას აქვს გარკვეულწილად უფლებამოსილება შეზღუდული დადოს რაღაც ხელშეკრულება მეწარმეს სუბიექტის თანხმობის გარეშე, მიუხედავად ამისა, თუ ეს ხელშეკრულება დაიდება, უკვე ხელშეკრულების დადების მომენტიდან 18 თვის განმავლობაში თუ მეწარმეს სუბიექტი არ გამოთქვამს პრეტენზიას, ეს ხელშეკრულება ითვლება ნამდვილად. ანუ მოსარჩელის პრობლემა რა არის? ის ამბობს, რომ მისი წარმომადგენელი, რომელსაც შეზღუდული აქვს რაღაც კეთების უფლება, მიუხედავად ამისა, მაინც ახორციელებს და ნებართვას არ იღებს მისგან გამოდის, რომ თუ მეწარმე 18 თვე ვერაფერი ვერ გაიგო, ისე შეიძლება მისი ქონება, საწარმოს ქონება, მთლიანად საწარმო ისე გასხვისდეს, რომ ის ესე რომ ვთქვათ, თამაშგარეთ გამარებაში აღვისდეს.